აი ესე ჩავაღრმავე ცოტა. ავიღე ტოტი. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნუ რა ვიცი, გვასწავლიდა ასე, რომ ფოთლიანად, არ უნდა ფოთოლს არავითარი მოჭრაო. და აგერ კვირტები. 1, 2 კვირტი, მერე კიდევ აგერ მეორე 3, 4 კვირტი. ეს მიწაში აღმოჩნდება. ეს თავი ესე მაღლა იქნება. არც ამას უნდა ფოთლების, არც დამოკლება, როგორც ვარდებზე ვაჭრით ხოლმე ნახევრად, ასე უნდა დარჩესო. რა ვიცი, აბა ვნახოთ რა გამოგვივა. თუ გამოვა, მერე თქვენს გამოიყენებთ ამ ჩემს პრაქტიკას. ეს დამაფესვიანებელი რაც შეეხება. ვარდებშიც ხმარობ ხოლმე დამაფესვიანებელს, მაგრამ აქაც არ უნდაო, რა ვიცი, ადვილად ხარობს ჰორტენზია, აი ამ სამაქვს მხედველობაში. კი მოვიტანი, მაგრამ არც გავხსენი. უამისოდ ჩავგავ ახლა მე ამ ტოტებს. ეს 1000-ნაირი წარმოებელია, არ არის მაინც და მაინც აუცილებელი ესეთი. აი ეს ვქვია, კარნივი. როგორც ვარაუწევ ხოლმე, გინდა იხმარო კარნივი, მინდა არა, ვარდებზე გულისხმობ, მაინც 50%-ია ხოლმე დაფესვიანება კალმების, 100%-იანი არასდროს არ მქონია. რა თქმა უნდა, ჯიშებზეა დამოკიდებული, ზოგი ჯიში საერთოდაც კი ხარობს. გინდა მაგ სტიმულატორში ჩააწედე, მოაყარე პუდრა, გინდა არა. ჯიშიც არის დამოკიდებული.